არქიმანდრიტი მამა ივანე მჭედლიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, პირველ რიგში გისამძიმრებთ. რთულია ეხლა დღეს ამ თემებზე საუბარი, მაგრამ აი მე ჩემს შესავალ სიტყვაში ესეთი რამე ვთქვი მამაო, რომ ჩემს თაობას სხვა პატრიარქი არ ახსოვს და ჩვენთვის ის შეიძლება ყოველდღიური შემხებლობა არ გქონოდა, მაგრამ ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა და შეიძლება ქვეცნობიერში ცხოვრობდა ჩვენთან ერთად. თქვენი გადასახედიდან კი ეს უკვე ქვეცნობიერის მიღმა იყო და ყოველდღიური შეხება გქონდათ. რადგანაც ყველაფერი მაინც ადამიანურ განცდებს უკავშირდება, მოდით ამ განცდებით დავიწყოთ ახლა საუბარი პირველ რიგში. მოგესალმებით, გისამძიმრებთ თქვენ თითოეულ ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, რომელიც ნამდვილად ჩვენი პატრიარქის სულიერი შვილები, სულიერი სამსო ვართ და ყველანი ძალიან განვიცდით ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პატრიარქი უკვდავი გვეგონა და ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ ჩვენი პატრიარქი შეიძლება გარდაცვლილიყო. იმდენად დიდი იყო მის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ და ჩვენს გულებში სულ გვინდოდა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ეს დღე, როდესაც ჩვენ გარდაცვლილ პატრიარქზე გვიწევს საუბარი და ძალიან მწუხვართ ამის გამო. მამაო, ჩვენ მე ვთქვი კიდევაც, რომ ძალიან ბევრს დაწერენ ალბათ უკვე შემდეგ ისტორიკოსების საქმეა პირველ რიგში, მაგრამ თუ რამე შეიძლება ითქვას ახლა ილია მეორის როგორც ქართული ეკლესიის საჭიროების ფუნქციაზე პირველ რიგში მოდით ეს რო შევაფასოთ, ეს მხოლოდ სულიერი ცხოვრების ნაწილს არ ეხება, ეს არის ზოგადად ქვეყნის შესახებ, ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილი. რთულია რომ რამდენიმე წუთში ჩავატიოთ, მაგრამ რა შეიძლება მთავარი რაც ითქვას? სულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თითქმის 50 წლის განმავლობაში იყო მამამთავარი და ეს ისტორიას არ ახსოვს ამდენ ხანს მამამთავარი ყოლოდა ჩვენს ეკლესიაზე, თან ასეთი მამამთავარი, რომელიც ნამდვილი ჭეშმარიტი მამა იყო და მწყემსი კეთილი, რომელიც ბაძავდა უფალი იესო ქრისტეს და ჩვენს გვასწავლიდა, რომ მიგვებაძა უფალი იესო ქრისტესთვის თავისი სიკეთით, თავისი მადლმოსილები, თავისი მრავალმხრივი ნიჭით ხოლო საღვთო მადლია და ჩვენს პატრიარქს მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა გალობის, ხატვის, ბევრი სხვადასხვა ნიჭები ჩვენს უწმინდეს და ერთ-ერთი მთავარი ნიჭი საღვთო იყო მისი რწმენა და ჩვენ მისი რწმენის ნაყოფს სწორედ აგვხედავთ სამების საკათედრო ტაძარს, როდესაც ეს ტაძარი ამ ტაძრის მშენებლობა იწყებოდა, იყო ესეთი შემთხვევები, რომ დასცინოდნენ კიდეც რომ ქართველებო დიდ აუზს აშენებენო, როდესაც ამხელა საძირკველი ამოითხარა და ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ სამების საკათედრო ტაძარი შეიძლება აშენებულიყო და ახლა ჩვენ აგვდგავართ და ჩვენ საკ 10,000-ობით ნათლობაა შესრულებული, ეს 1000-ობით მისი ნათლულიც მოგზანდება აქვს. ერთ-ერთი ძალიან დიდი ესეთი საშვილიშვილო გადაწყვეტილება მისი უწმინდესობისა, რომ მესამე და შემდეგ შვილსაც მონათლავდა და უამრავი ბავშვი დაიბადა სწორედ ამ ინიციატივის გამო, რომ პატრიარქი იქნებოდა ნათლული. აი თქვენ ახლა ნათლობაზეც თქვით, რომ პატრიარქის ნათლულები ყოველი მესამე შვილი პატრიარქის მონათლული იყო და ეს ერთგვარი წახალისება იყო კიდევაც, ხო ესეა? არაერთი ინოვაცია უკავშირდება პატრიარქის სახელს. აი თუნდაც ის რაც საყოველთაოდ ცნობილია და ალბათ არ ვიცი, მე მგონი ძალიან ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე სათუთი ტრადიცია გახდა შობის ღამეს სანთლის დანდება. ესეც იყო პატრიარქის ინიციატივა. ისევე როგორც დასაწყისში, როდესაც ის პატრიარქად მის ინტრონიზაცია მოხდა, ერთ-ერთი მისი ინიციატივა იყო ოჯახებში ხატების მიბრძანება, იმიტომ რომ ამით უფრო მეტად გავრცელებული იყო, ესე ვთქვათ, ის გაწყვეტილი ჯაჭვი, რომელიც კომუნისტური პერიოდიდან არსებობდა ქართულ ეკლესიაში. კიდევ რას გამოყოფდით? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ავტოკეფალიის აღიარება, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას მე-5 საუკუნიდან ვახტანგ გორგასლის დროდან ჰქონდა და სწორედ პატრიარქობის ეპოქაში მოხდა მსოფლიო საპატრიარქოსგან ამის ოფიციალური აღიარება, ტომოსის გადმოცემა. ჩვენ ნამდვილად ვიყავით 60 ქულ ეკლესიაც ვართ და ასევე გვქონდა ჩვენი ავტოკეფალია და ამის აღიარება მოხდა და
ამის დასტური და ჩვენ ყოველ წელს ამას აღვნიშნავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და თვითონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რასაც აღნიშნავდა ყველაზე მნიშვნელოვანს მის ცხოვრებაში, ეს იყო რაც შექმნა და გააკეთა ჩვენთვის იყო 7 გზის ლოცვები. დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე 7 გზის ლოცვებს უამრავი ადამიანი ლოცულობს და ერთიანდება ამ დროს სრულიად საქართველოს. აი კიდევ ერთი რამეც მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ არავისთვის მოულოდნელი არ არის ალბათ ადამიანების ნაკადი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მთელი ამ 2 დღის განმავლობაში და წინ კიდევ რამდენიმე დღე არის და ამიტომ მთელ საქართველოს აქვს სურვილი, რომ მიაგოს პატივი პატრიარქის ხსოვნას. ერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ აი ესეთი დიდი ადამიანები მხოლოდ კვალს არ ტოვებენ ისტორიაში, ტოვებენ ერთგვარ გზას და მიმართულებას. აი რა არის ეს მიმართულება? პირველ რიგში თქვენ რო უთხრათ საზოგადოებას, მაყურებელს, რომელიც ჩვენ ახლა გვიყურებს, მის მრევლს, რომელიც ასე განიცდის დღეს ამ დღეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან. რაც ხდება ეკლესიური სწორი ცხოვრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და ყველა ქრისტიანს ურჩევდა, რომ ხშირად მიეღო წმინდა ზიარება უფალი იესო ქრისტეს სისხლით და ხორცით და ეს მისი ერთგვარი ანდერძიც არის და ეს თავისთავად უფალი იესო ქრისტესგან მოდის, ოდესაც უფალი ბრძანებს, რომ ვინც ჩემს სისხლს და ხორცს არ ეზიარება, ის ჩემამდე ვერ მოვა და სწორედ და ვინც ეზიარება, რა თქმა უნდა, ის უფალთან სუფევს ეს ადამიანი. წმინდა სისხლი და ხორცი უფალი შემოდის ადამიანში და ადამიანის მიდის უფალთან და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი უწმინდესის თხოვნა თითოეული ქრისტიანისა, რომ ხშირად მიეღოს უფალი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი წმინდა ზიარება. დიდი მადლობა მამაო არქიმანდრიტი მამა იოანე მჭედლიშვილი, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან.